მაშ ასე ვნახეთ სპორტის სამსახიობების მოკლე რეზუმე წლევანდელი სეზონის და პირველი შეკითხვა მან ჩემთან მექნება ვლადიმერ ხინჩაგაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ეს მართლაც უდიდესი წარმატებაა და მხოლოდ მარტო ეს რო იყოს ასე თქვათ ალბათ წლევანდელი სეზონი მხოლოდ ამიტომ შეიძლება წარმატებულად მივიჩნიოთ თუმცა იყო სხვა მიღწევებიც და ზოგადად როგორ შეაჯამებდი წლევანდელ სეზონს და რა სიტყვი საინტერესოა მოგესალმებით მივესალმებით მაყურებელს რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლადოს გამარჯვება 10 წელიწადი გავიდა მის შემდეგ რაც რეზო მინდორაშვილი იყო მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და ეს ტიტული დავიბრუნეთ ფედერაციაში. ლადო ძალიან ძლიერი სპორტსმენი არის და მინდა კიდევ ერთხელ უსურვო რომ ოლიმპიური ჩემპიონობას მოეპოვებინოს 2016 წელს. მინდა ერთი რამ აღვნიშნო კიდე რომ ჩვენთვის ეს წელიწადი ძალიან ბევრ წარმატებაში ჰქონდა რეკორდული მედლების მოპოვების ის ჰქონდა რა. მე თვითონაც გაკვირვებული ვარ იმდენად კარგად იმუშავეს ცვლილებმა. ჭაბუკებში 10 მედლიდან 9 მედალი მოვიპოვეთ. და გუნდურ ჩათვლაში, რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, რომელსაც ძალიან დიდი სპორტული ის აქვთ გუნდურ ჩათვლაში და უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. სამეულიდან არ გამოვსვლართ. მიუხედავად იმისა, ახალგაზრდებში კიდე კლასიკურ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურში პირველი ადგილები აიღეს და პირველად 4 ოქროს მედალი წამოვიღეთ ახალგაზრდულ ნაკრებში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მომავალი თაობა არის და რა თქმა უნდა, ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ რამდენად კარგად ვიმუშავეთ, რამდენად შევძელით კლასიკურ თუნდაც კლასიკურ ჭიდაობაში გვაქვს ცოტა ჩავარნა ეროვნულ ნაკრებში. ცოტა რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ ეს გამოსწორდება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე შევძელით 1/3 ადგილი აიღო ლაშა გობაძემ, რომელმაც შესანიშნავად გამოვიდა, იქაც გამოუცდელობის ახალგაზრდა სპორტსმენი არის და ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან დამარცხდა. აი ძალიან თვითონ გაკვირვებული იყო თურქი სპორტსმენი, გამოცდილი სპორტსმენი, რომ უკვირდა როგორ მოვიგეო. რა თქმა უნდა, ეს ბიჭი მომავალია, მომავალი ჩემპიონია და გვაძლევს იმის საშუალებას წლევანდელი წელი, რომ რადგან ლადო საუკეთესო სპორტსმენი გახდა, ჩვენც ბევრად მონდომებული ვართ, რომ შემდეგი წელი უფრო გაცილებით უფრო კარგი იყოს და უფრო შედეგიანი იყოს. რა თქმა უნდა, უკაცრავად ცოტას გადავუხვევ, ჩვენ კიდე გვაქვს ქალთა ნაკრები არ გვყავს. 4 ლიცენზია გვაქვს სულ ოლიმპიადისთვის. სულ ჩვენს ფედერაციას შეუძლია რომ გქონდეს 18 ლიცენზია და დღესდღეობით 12 ლიცენზია. ეს არის საინტერესო, რამდენი ლიცენზიას გეგმავთ ოლიმპიადა მოგახსენეთ. და ქალთა ნაკრები გვინდა რომ ჩამოვაყალიბოთ, რომ სამომავლოდ ეს ლიცენზიები აღარ დავკარგოთ, ქვეყანამ არ დაკარგოს და ამისთვის ვიბრძოლოთ. 4 ლიცენზია გვაქვს და ჩვენ კლასიკურში 0 გვაქვს, თავისუფალ ჭიდაობაში 4 გვაქვს. თავისუფალში ვფიქრობთ, რომ 6 ლიცენზია სრული შემადგენლობა უნდა იყოს, კლასიკურში ძალიან თამამად რო არ გამომივიდეს, 4 ლიცენზიას ვფიქრობთ. მაყურებლისთვის განმარტოთ, რომ 6 წონითი კატეგორია ოლიმპიადაზე. 6 წონითი კატეგორია, სადაც ლიცენზიები თამაშდება, საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირები იქნება, სადაც მიიღებენ მონაწილეობას და შეძლებენ იქ ლიცენზიის აღებას. აქ იღებს არა პიროვნება, არამედ ქვეყანა იღებს ლიცენზიას რა. ის აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით არის ეს 6 კატეგორია, ასე ვთქვათ, წონითი, ევროპაზე უფრო მეტი არის. 8 კატეგორია კი და აქედან არის 6 კატეგორია, რომელიც ოლიმპიადაზე იღებს მონაწილეობას, რადგან ქალთა შემადგენლობაც უნდა შესულიყო 6 წონითი კატეგორიით ოლიმპიადაზე, ვაჟთა კატეგორიებს მოაკლეს 2 წონა და გახადეს გენდერული ის დაიცეს რა, ერთი სიტყვით რა ვთქვა, ბალანსი. და ქალბატონებიც 6 წონითი კატეგორიით იასპარეზებენ. კლასიკურ ჭიდაობაში ყოველთვის არ არის ესე, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვო ყველა ლიცენზია და ეს რეალობა ყოველთვის შემდეგ იმისთვის რომ კიდევ მოიპოვოთ ლიცენზიები. ყოველთვის ესე იყო, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მაგალითად მე პირადად მიმიღია ბოლო გამეკეთებია ბოლო ლიცენზია და ესე ყველას აქვს მაგის ისა, ესე სტიმულია რომ აი
ყველას აქვს ბოლო შეჯიბრებამდე შანსი რომ აიღოს ლიცენზია და გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. აქ ოლიმპიადა ყველას ძალიან სტრესულია ოლიმპიადა და ჩემთვის უფრო უკეთესია მე რასაც უყურებ რომ ბიჭები უფრო მობილიზებულები იქნებიან და უფრო მოემზადებიან და უფრო ჩართული იქნებიან. ცოტა ლიცენზია გაქვს ისე ხარ რა მოდუნებული ხარ. ხო მე დუნდები ასე ვთქვა. მე დუნდები და კარგით, გადავიდეთ ძიუდოზე. ძიუდოსთვისაც რა თქმა უნდა გამორჩეული სეზონი იყო და პირველ რიგში მაინც აღსანიშნავია ავთანდილ ჭრიკაშვილის გამოსვლა ბოლო ტურნირზე ძიგარო კანოზე. ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, თუ ყველაზე პრესტიჟული არა და მთლიანად ითვლება წელს და ზოგადად მსოფლიო ძიუდოში ისე ითვლება, რომ ჭრიკაშვილი არის საუკეთესო მთლიანად მსოფლიოში, არა მხოლოდ თავის წონით კატეგორიაში, არამედ მთლიანად. ესარეიტინგო ქულები უნახე და ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობს და არა მხოლოდ ჭრიკაშვილის, სხვა სპორტსმენებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან. როგორ შეაფასებდით წლევანდელ სეზონს, თან საკლუბო წარმატებებიც აღსანიშნავია და უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ ყველას გულშემატკივარს დამდეგშობა ახალწელს. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, მართლაც ძალიან კარგად ჩაატარეს ბიჭებმა. ზოგადად ძიუდომ, როგორც უფროსების ასაკში, ისე ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ დიდი წარმატებები იყო. ამ ეტაპზე უფროსებზე ვისაუბროთ, გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ წელს მათ ოლიმპიადა უწევთ. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ 7 წონითი კატეგორიიდან 5 წონაში უკვე ლიცენზია გვაქვს აღებული, შეიძლება ითქვას და აქ ცოტა განსხვავებულია თავისუფალი ჭიდაობისგან, ამე თუ აქ სახელობითი ლიცენზიებია, შესაბამისად კონკრეტული პიროვნება იღებს და არა ქვეყანა. და არა ქვეყანა, გარკვეულწილად ეს პრობლემას ქმნის იმ შემთხვევაში თუ კი ღმერთმა არქნას და რაღაც ტრამვა ხოლმე ბუნებრივია სხვა ვეღარ წავა, მაგრამ 5 წონაში შეიძლება ითქვას დაზღვეული გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ოროლი ლიცენზია აქვს აღებული ბიჭებს, იმდენად კარგად არიან რეიტინგში. დანარჩენ 2 წონაში ჩვენ ვცდილობთ, მით უმეტეს სალიცენზიო წლის დამთავრებამდე არის დარჩენილი დაახლოებით 8-9 შეჯიბრი, სადაც მიიღებენ მონაწილეობას და იმედი გვაქვს, რომ არ დაარღვევენ ტრადიციას და როგორც აქამდე 7 წონაშივე გვეყოლება წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ჭრიკაშვილის ჭიდაობა აღსანიშნავი წელს იმ ფონზე, როდესაც მან შეძლო და 34 წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო ძიგარო კანოს დიდი პრიზი. დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში პირველად ეს 1991 წელს თუ არ ვცდები დავით ბოდაველმა შეძლო. აგერ ახლა ავთომ გააკეთა ეს და იმდენად რთულად მოსაგები ტურნირია, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვყავდა 3 მსოფლიოს ჩემპიონი, ჩვენ გვყავდა 3 ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ვერადა ვერ შევძელით ამ ტურნირის მოგება და ფაქტიურად ამის დანაკლისი, რომელიც ჰქონდა ჩვენ ნაკლებად წარუმატებელი მსოფლიოს ჩემპიონები, თუმცა მთლიანობაში ვერ დავარქმევდი წარუმატებელს, რამე თუ ბიჭებმა შეძლეს და 2 медали იქაც აიღეს, მით უმეტეს გუნდურში შევინარჩუნეთ მესამე ადგილი. შეიძლება ითქვას ეს ხარვეზი მეტნაკლებად იქნა დაძლეული და უფრო დიდი იმედი მოგვეცა, რომ ჩვენ ოლიმპიადაზე არა მარტო ავთოსი, არამედ ბიჭების ძალიან დიდი იმედი უნდა გქონდეს, რამე თუ იქ მესამე ადგილი წავიდა. მთლიანობაში, როგორც გითხარით, საკმაოდ წარმატებული იყო და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წელი ოლიმპიადით კარგად დაგვეგვინდება და შევძლებთ ძალიან დიდი წარმატების მიღწევას. საკლუბო ძიუდოზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან წელს პირველად იყო ასეთი ფაქტი პრაქტიკულად, რომ ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო, ასე ვთქვათ, საკლუბო ძიუდოს. იგეგმება, როგორც ვიცი, ასევე საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერება, რომ კლუბები შეიქმნას და ასე ვთქვათ, სრულფასოვნად ჩატარდეს ჩემპიონატი. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ თუ ვთქვათ, ვინმე დაიმტრა და ვინმე ტრამირებული იყო, სხვა ძიუდოისტებიც უფრო კარგ ფორმაში იყვნენ და ასე ვთქვათ, საშუალო დონე მაიწიოს. ამ მიმართულებით რა იგეგმება და ასევე მიზანი რა დაახლოებით აი რამდენი მედალს ველოდებით ოლიმპიადაზე. ეს ალბათ რთულია ვარაუდი, მაგრამ აი როგორ ფიქრობთ? შეიძლება ითქვას სიმბოლურად დაერთხვა წელს ჩვენი ასე ვთქვათ კლუბების წარმატება იმ სისტემას, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ. უკვე 3 წელია ჩვენ დავნერგეთ საკლუბო ჩემპიონატი უმცროსების საშახში, მხედველობებში მაქვს 15 წელი. ამას თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, რაზეც ბუნებრივი ამ ფორმატში ვერ მოვასწრებთ საუბარს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან უკვე უფროსების ასაკში ჩატარდება საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც იმ სპორტსმენებს, ვინც რჩებიან ნაკრების მიღმა, ეძლევათ ძალიან კარგი საშუალება, რომ პრაქტიკა აიმაღლონ საქართველოში ჭიდაობით და ამავე დროს გარკვეულწილად ფინანსური შემოსავალიც კონდეს, რამე თუ საკმაოდ სოლიდური პრემიები იქნება დაწესებული. რაც შეეხება ამ ორ კონკრეტულ შეჯიბს, რომელიც ერთ დღისით მოიგეს ბიჭებმა, ერთი საქართველოში და მეორე ვენაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ უქროს ლიგაში ჩვენ არ გვყავდა აქამდე ქართული გუნდი ჩემპიონი, თუ ხოლო რაც შეეხება პირველ ლიგას, ჩვენ გასულ წელს იგივე მებრძოლმა შეძლო და ამის მოგება აღსანიშნავია ისიც, რომ 3 გუნდი მონაწილეობა და 3-ვე საპრიზო ადგილზე გავიდა. რაც მომავალ წელს მისცემს მათ საშუალებას, რომ 3-ვე მოქროს ლიგაში იასპარეზოს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე თუ ნაკრებსაც წაადგება რა ეს აუცილებლად, იმიტომ რომ გარკვეულწილად ამით ხდება მათი ფინანსური უზრუნველყოფა, კლუბები იხდიან გარკვეულ ხელფასს, გარკვეულ პრემიულ ანაზღაურებას ვისადგებდა შემთხვევები და თითოეულ მათგანს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე კლუბ საგარეჯოს. იგივე შევარდენი ყველაზე მნიშვნელოვანია რომ თავის გაზრდილი ბიჭებით მონაწილეობდა და მან შეძლო მიუხედავად იმისა რომ ბოლოს 4 კაცით მოუწია ჭიდაობა მაინც წარმატების მიღწევა და ეს არის ახალი სიტყვა რამე თუ ამ ნაწილშიც ფაქტიურად სახელმწიფო აღარ გაიღებს იმ თანხებს რომელსაც ისხარჯავს ხოლმე ტურნირის ორგანიზებისთვის და კერძო ეს მისაბაძე უნდა იყოს ალბათ სხვა სპორტის კი ბატონო და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ასე რომ ის თემა ერთმანეთს ემთხვევა, ჩვენ უკვე განვავითარებთ უფრო მეტად მომავალ წელს, პირველად იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ჩაივლის და ვცდილობთ რომ ასე გადავიდეთ ამ კუთხით განვითარდეთ, რამე თუ ეს იქნება არა მხოლოდ უბრალოდ ჩემპიონატი, არამედ ფაქტიურად ფედერაციაც ამ სისტემაზე იქნება აწყობილი და რეალურად იმ ხალხს, რომელიც ქმნიან ძიუდოს, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მწვრთნელებზე, მათ ეძლევათ მმართველობაში მონაწილეობის უფლება. ეს კიდევ ძალიან დიდი და ცალკე თემაა და ამ კუთხით ძალიან სასიხარულოა რომ ამას სასიამოვნოა მართლაც ეს სიახლეები განვითარება და პრაქტიკულად ის უნდა აღინიშნოს რომ სოფლიოში მოწინავე ქვეყანა ვართ არა მხოლოდ იგივე ტატამზე არამედ თვითონ აი მენეჯმენტის თვალსაზრისითაც ეს პროგრესი მართლაც ახეზია და წარმატებებს ვიზისურვებთ ამ მიმართულებითაც გადავიდეთ კალათბურთზე სანამ დავიწყებდით საუბარს მანამდე ვნახოთ სიუჟეტი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იყო ვითამაშეთ ევრობასკეტზე საკმაოდ წარმატებით ვნახოთ მოკლე სიუჟეტი და შემდეგ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის წლევანდელი ევრობასკეტი რიგით მესამე იყო. წინა ორის გათვალისწინებით ჩვენებს მსგავს სპორტულ ფორუმებზე გამოცდილება კიდევ უფრო მეტი ჰქონდათ. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ამ ზაფხულს ჩატარებული ტურნირი პირველი იყო, რომელიც პარალელურად 4 ქვეყანას ჩატარდა. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა და ასპარეზობას ზაგრებში მოუწია. ჯგუფი საკმაოდ ძლიერი. ყოფილი იუგოსლავიის 3 ქვეყანა მასპინძელი ხორვატია, სლოვენია, მაკედონია. უძლიერეს შემადგენლობით ჩასული საბერძნეთი და თითქოს აუტსაიდერი ჰოლანდია. ყველაფრის მიუხედავად ქართველების პროგრამა მინიმუმი ჯგუფური ბარიერის დაძლევა იყო. სწორედ ჰოლანდიით დავიწყეთ ჯგუფური ეტაპი. დავიწყეთ და ყველასთვის მოულოდნელად დავმარცხდით. აქ ალბათ თავი იჩინა მეტოქის შეუფასებლობამ და კონცენტრაციის დაკარგვამ. თამაში დავკაშეთ ბოლოსკენ, თუმცა პირველი გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა 72-ით 73. ერთმარცხი ერთგვარი ცივი შხაპი იყო იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის. ჰოლანდიის შემდეგ ჩვენთვის უხერხულ მეტოქეს სლოვენიას დაუპირისპირდით. ბოლომდე ბრძოლის მიუხედავად მატჩი 68-79 დავთმეთ. სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთს შეხვდა. ბერძნების წინააღმდეგ გამართული თამაშის პირველი ტაიმი ჩვენთვის კოშმარული გამოდგა. დიდ შესვენებაზე გუნდი -28 ქულით გავიდა. მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. ქართველებმა დარჩენილი 20 წუთი 46-29 მოიგეთ, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის არც ეს გამოდგა საკმარისი. აქაც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა რაც სლოვენიასთან 68-79. ზედიზედ 3 დამარცხების შემდეგ ბევრი გულშემატკივარი სკეპტიკურად განეწყო და ჩათვალა რომ ქართველებისთვის ეს ევრობასკეტი უკვე დასრულებული იყო. თუმცა ასე არ ფიქრობდნენ გუნდის ხელმძღვანელები და რაც თავარია კალათბურთელები. 9 სექტემბერს ზაგრებ არენაზე ჩვენი მეტოქე მაკედონიის ნაკრები იყო, რომელსაც ჩვენს მსგავსად მოგება სჭირდებოდა ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად. საქართველოს ნაკრებმა შეძლო მობილიზება და თავიდანვე აიღო სოლიდური უპირატესობა, რაც თამაშის ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან. მატჩის საფინალო ანგარიშია 90-75. ამ წარმატებას მეორე დღეს ძალიან ძლიერი მასპინძელი ხორვატიის დამარცხება მოყვა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. ჩვენები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში შეუდარებლები იყვნენ. ეს ყველაფერი თამაშის საბოლოო ანგარიშზეც აისახა. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი 71-58 დავამარცხეთ და შემდგომ ეტაპზე გავედით. საუკეთესო 16 ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა და ტურნირი ქალაქ ლილის მეტროპოლის დარბაზში გაგრძელდა. მერვე ფინალში საქართველო ლიტვაზე გავიდა.
ეს თამაში ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაამახსოვრდება ქართველ გულშემატკივარს. ტიტულოვანი და გამოცდილი ლიტველების წინააღმდეგ კოკოშკოვის გუნდმა დამაჯერებელი კალათბურთი ითამაშა. მთელი შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და არაერთხელ ლიდერობით კიდეც, თუმცა იონას მაციულისის ფაქტორმა საბოლოოდ ბალტიის პირელების წარმატება განაპირობა. ლიტველთა უკანა ხაზელმა ალბათ თავისი კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ევროპელი ცენტრი იონას ვალანჩუნასი პრაქტიკულად გააქრო პარკეტიდან, ჩვენმა კაპიტანმა ზაზაფაჩულიამ მაციულისის განნეიტრალება ვერ შევძელით. მან 34 ქულით დაასრულა თამაში. რაც ის როლა პრაქტიკულად ყველაფერი ჩააგდო ჩვენს კალათში. ამის ფონზე მაინც უკანასკნელ წამებამდე ვინარჩუნებდით ჩანს, მაგრამ საბოლოოდ ლიტვამ გაიმარჯვა 85-81. საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დაატოვა ისტორიულ შედეგამდე, რაც მეოთხედფინალში თამაშს მოასწავებდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული გუნდის გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს გასულ ევრობასკეტზე. ამჯერად საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი იგორ კოკოშკოვის შემცვლელის დროულად მოძებნა და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. არა და არ მბეზდება ამ პასის ნახვა, მართლა საოცარი გადაცემა შეასრულა გიორგი ცინცაძემ. მართლა წარმატებული იყო ქართული კალათბურთისთვის წლევანდელი ევრობასკეტი და მიხეილ გაბრიჩისთან მექნება შემდეგი შეკითხვა. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების გამოსვლას და შემდეგ უკვე მთავარ მწვრთნელზე ვისაუბროთ, როგორც ცნობილია იგორ კოკოშკოვი აღარ იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არის თუ არა უკვე რომელიმე კანდიდატი შერჩეული, იქნება თუ არა ქართველი უცხოელი და ამაზე რო ვისაუბროთ უფრო დეტალურად. რაც შეეხება ევრობასკეტს, უდავოდ ჩვენო ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ღირსეულად გაართვეს სიძლიერეებს თავი, შინაარსიანი კალათბურთიც აჩვენეს და მართლა რაღაც უბედობა შეიძლება რაღაც გამოუცდელობა მაჩულისიც ალბათ უბედობა შეიძლება ჩაითვალოს მისი ასეთი თამაში, იმიტომ რომ მისი იმ დღეს ისე ითამაშა კარიერის მატჩი ჩაატარა ნამდვილად. რა თქმა უნდა დასანანია, მაგრამ ესეთი მარცხი ჭკუის სასწავლებელია, ეს უდიდესი გამოცდილებაა გუნდისთვის, ჩვენ რა თქმა უნდა არ გქონია მერვედ ფინალის პლეი-ოფის თამაშის გამოცდილება, ჩვენ ბიჭებს არ გქონიათ და რა ვიცი, იმედი მაქვს მომავალში რა თქმა უნდა დაგვეხმარება. ყველა მეთვალს აღნიშნა თამაშის შემდეგ ყველა სპეციალისტმა დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის ჩემპიონატზე, რომ ყველა სანახაური მატჩი, ყველა დაძაბული მატჩი იყო და შეიძლება შეედაროს შემდეგ უკვე ბოლო კომენტარებში შეიძლება შევადაროთ ლიტვა იტალიის თამაში. ეს როგორი ემოციები იყო ჩვენთვის განსაკუთრებით. რა თქმა უნდა ლიტველი გულშემატკივარი რომელიც მრავლად იყო დარბაზში ფეხს იადგა, რა თქმა უნდა იმის მერე რაც მიულოცეს თავის გუნდს დაშით გაგვაცილეს, ასევე დაშით გააცილა ჩვენი ბიჭები ფრანგმა მაყურებელმა და ყოველ შემთხვევაში დადებითი ემოცია იყო უდიდესი. მწვრთნელზე ვთქვათ, საინტერესოა. ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა მაყურებლისთვის, მიმდინარეობს მუშა პროცესი. არ მიუხედავად იგორის განცხადების არ გამოვრიცხოთ რომ მასთანაც გავაგზავნებთ მუშაობას, ისო მუშაობას გავაგზავნებთ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რა ფორმით და რა სტატუსით ეს ალბათ გადაწყდება ძალიან მალე. იგორი დამსახურებული პიროვნებაა, ძალიან ბევრი გააკეთა ქართული კალათბურთისთვის, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და ყოველთვის აღნიშნავს რომ ეს არის მისთვის მეორე სამშობლო. ძალიან უყვარს საქართველო და ყოველთვის მზად არის დახმარებისათვის და გვერდში დგომისათვის. რა თქმა უნდა პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა. ქართველი განიხილება ვარიანტად თუ ყველა ვარიანტში უცხოელი იქნება როგორ? ჯერჯერობით უცხოელებს განვიხილავთ, ალბათ კიდევ ერთი ეტაპი შემდგომში უკვე შევხედოთ. რა თქმა უნდა ასისტენტები ქართველები იქნებიან. თავი მწვრთნელი მაინც უცხოელი? თავი მწვრთნელი ალბათ უცხოელი იქნება და ალბათ სამხრეთ ევროპელი. აი ეს მაგაშიც გამოვიხდებით. ძალიან საინტერესოა. კიდევ ერთი შეკითხვა მექნება, ასევე ლეგიონერთან მიმართებაში, ამაზეც ალბათ მიდის მუშაობა, არის თუ არა ჯერ რომელიმე კანდიდატი? ამაზე აგიხსნით, მე ბევრისგან მომისმენია, რომ რატომ არ ჩამოხვალ მაგალითად ანეს კონკრეტულ გვარებს ასახილებენ. ეს ცოტა დელიკატური საკითხია. საქმე იმაში ჯორდანი რატომ არ ჩამოხვალ? თუნდაც. დაახლოებით ეგ დონის მოთამაშეებზია ლაპარაკი, ცოტა დელიკატური საკითხია.
ჩვენ რა თქმა უნდა არც ერთ მოთამაშეს ვინც ნაკრებში არის ფულს არ ვუხდით, ეს არის ადამიანობაზე სპორტული ინტერესზე დამოკიდებული, ვინც შემოვიდა და ვითამაშებს. აი ეს არის ცოტა მინდა რომ ყველა გაიგოს. ისე რომ ჩვენ ვინმე ვიქირავეთ და ჩამოვიყვანეთ ესეთი რამე, რა თქმა უნდა არ ხდება და არ შეიძლება რომ მოხდეს ეს ნაკრებია და არა კლუბი რა. თავის გამოჩენის მიზნით ალბათ უფრო ამ თვალსაზრისით თავისი რეიტინგისთვის, თავისი იმიჯისთვის, მაგრამ არიან ისეთი დონის მოთამაშეები, რომელსაც ეს არ ჭირდება, იმას რა თქმა უნდა არ აინტერესებს და საკმაოდ რთული სეზონის მერე წარმოვიდგინეთ რამდენ თამაშს თამაშობს თუნდაც ევროპაში, გაალბურთელი შიდა ჩემპიონატში პლუს ევროთასებზე, მას რა თქმა უნდა დასვენება უნდა, მით უმეტეს ამერიკელი როა მოწყვეტილია თავის სამშობლოს, თავის ოჯახს და მასაც უნდა იგი დაბრუნება და დასვენება. ტრამვების აღდგენა, ეს მოშუშება ტკივილის და ასე შემდეგ. კარგი, დიდი მადლობა ჩვენი ბლოკისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მოსვლისთვის და წარმატებებს გისურვებთ შემდეგ წელს, შემდეგ სეზონში. განსაკუთრებით თქვენ, რადგან ოლიმპიური წელი არის და რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გამოვიდეს. სამწუხაროდ ჩვენ არა ვართ ოლიმპიადაზე წარმოდგენილები, ჩვენ მეგობარ ფედერაციებს მინდა ყველას ქართულ დელეგაციას ჯერ იმედი მაქვს რომ განსაკუთრებული დიდი იქნება, იმიტომ რომ დარჩენილია კიდე რამდენიმე ლიცენზია მოსაპოვებელი, წარმატებები და რა თქმა უნდა გულშემატკივარმა ქართული სპორტის წარმატებით იხაროს და გაიწევს გოლი. რომ ჩვენთან ერთად გიხილოთ ოლიმპიადაზე. ძალიან მალე. 20-ში. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა.